მოგესალმებით, თუ ერთს შესაძლოა გააჩნდეს ერთგვარი ნიშა, მაგრამ უარყოფითი ნიშა, მაშინ ჩვენ ნამდვილად გვაქვს დისკრიმინაციის მაღალი ხარისხი. დისკრიმინაცია გვაქვს სამწუხაროდ განათლების სისტემაშიც, დღეს ინკლუზიურ განათლებაზე ვისაუბრებთ, გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი სალომე მშვენიერაძე, მოგესალმებით. მადლობა რომ მობრძანდით. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ, რომლის მიმართ ჩემი გრძნობელობა განსაკუთრებულია. ინკლუზიური განათლების არსსა და მნიშვნელობაზე განმარტებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დიახ, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ვისაუბროთ ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის განსაკუთრებული, ესე რომ ვთქვათ, მიმართულება იმ თვალსაზრისით, რომ ჯგუფი, რომელსაც ვემსახურებით ამ მიმართულებით, არის ძალიან მოწყვლადი და სენსიტიური. ინკლუზიური განათლება არის ერთგვარი ფილოსოფია, შეიძლება ითქვას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელია უკვე თანდათანობით ვაშენებთ ამ პროცესებს, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იდეალურ ნიშნულზე არა ვართ ჯერჯერობით მისული. თუმცა თუ გადავხედავთ ისტორიას, რომელსაც ინკლუზიური განათლება უკვე მოიცავს დაახლოებით 2006 წლიდან საქართველოში, მე საქართველოს მაგალითებს საუბრობ მხოლოდ ძალიან დიდი პროგრესირება და რა არის ეს ჩვენთვის ინკლუზიური განათლება, ხო? ხელმისაწვდომი განათლება ყველასათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, ყოველთვის გვახსენდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. თუმცა, თამამად რო შევხედოთ ამ განათლებას და ფართო სპექტრში რო წარმოვიდგინოთ, ინკლუზიური განათლება არ არის მხოლოდ ამ ადამიანებისთვის მისაწვდომი გარემო და სერვისი. ეს არის განათლება ყველასათვის და განათლების მისაწვდომობა ყველასათვის. თუმცა, იმიტომ რომ განათლების სისტემა ზოგ შემთხვევაში უნივერსალურია ხოლმე და მხოლოდ გულისხმობს ტიპური განვითარების მქონე ადამიანებს, ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვიხდება განსაკუთრებული ხაზგასმა იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, ინკლუზიური განათლება სწორედ ამ ჭრილში ჩვენ ძალიან განსაკუთრებულად გვჭირდება და ყოველთვის როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განათლებაზე, იქ არის ხოლმე პატარა ჩანართი ინკლუზიურ განათლებაზე. დიახ, ქალბატონი სალომე, საინტერესო ეპიზოდი ახსენეთ, როდესაც გჭირდება ჩეხსენება. სხვადასხვა წლების განმავლობაში მტკიცება იყო საჭირო იმის, რომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი განათლება საყოველთაოდ და მაშინ, როდესაც შუშუმუ თემზეა საუბარი, ისმოდა კითხვით ნიშნები არის თუ არა საჭირო ამ ნაწილში დაიხარჯოს ენერგია, დრო, სახელმწიფო რესურსი და ასე შემდეგ. საინტერესოა, ამდენად მძაფრად დგას დღესაც, მიუხედავად იმ გამოცდილებისა, რომელიც დაგროვდა წლებთან ერთად ეს საკითხი. დიახ, როდესაც მე ვახსენე ისტორია, ზუსტადაც მინდოდა ხაზით გასმით მეთქვა ის, რომ ძალიან დიდია პროგრესი ამ თვალსაზრისით. დღეს აღარ ისმის შეკითხვა, გვჭირდება თუ არა ჩვენ ინკლუზიური განათლება და სჭირდება თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ხელშეწყობა. დღეს ყველანი თანაბრად უთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ისევე მივაწოდოთ სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, SSM მოსწავლეებს, როგორც ჩვეულებრივ ჩარიცხულ ტიპური განვითარების მოსწავლეებს. და მე დღეს მიხარია, რომ შემიძლია თამამთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ სასკოლო გარემოში განათლების ხელმისაწვდომობა, არამედ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ არაფორმალური, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დონეზე განათლების ხელმისაწვდომობას და საბედნიეროდ ეს უკვე იწყება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით და სრულდება პროფესიულ სასწავლებლებში ან უმაღლეს განათლების სისტემაში. მათ შორის, როგორც თქვენ ბრძანეთ, არაფორმალური განათლება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების მიღების პროცესში. იმიტომ რომ განათლება არ არის ერთი კომპონენტისაგან შემდგარი სერვისი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ღირებულ განათლებაზე, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გარკვეულ განვითარებაზე, რომელიც ადამიანს სჭირდება. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორც არიან SSM მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვჯდებით
შევხედებით იმ ფორმალურ სქემებში და სისტემებში, რომელიც განათლების მხრიდან არის შეთავაზებული მათ. ძალიან საინტერესო ნაწილია დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი უნდა იყოს ინკლუზიური განათლება, როგორი ფორმით უნდა იყოს შეთავაზებული, ეს უნდა იყოს ჯგუფური, ინდივიდუალური, ეს უნდა იყოს ერთგვარი მორგებული სინთეზი, როგორია თქვენი შეფასება და როგორია რეალური საჭიროება ის სურათი, რომელიც ნამდვილად დგას. დიახ, აი ინკლუზიური განათლება, როგორც მე აღვნიშნე, არის ძალიან ფილოსოფიური მიდგომა. შესაბამისად, მრავალკომპონენტიანია აქ მიდგომა და არ არის მხოლოდ სასკოლო გარემო და მორგებული სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლის შესაძლებლობიდან გამომდინარეობს, ხო? ინკლუზიური განათლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის არაფორმალური გარემო და ის შეთავაზებები, რომელსაც პედაგოგი ან სპეციალისტი, რომელიც ჩართული არის ამ პროცესში, როგორც თავაზობს რა, ესე რომ ვთქვათ, დამხმარე საშუალებებით თავაზობს მოსწავლეს. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ კომპონენტს შევხედავთ ფართო ჭრილში, არაფორმალური განათლება ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინკლუზიურ განათლებაში. იმიტომ რომ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის მორგება გვიწევს მოსწავლისათვის, ყოველთვის არაფორმალურ გზებს ვეძებთ ხოლმე, იმიტომ რომ მისი შესაძლებლობები ამას პასუხობს და ამაზე ძირითადად ეყრდნობა სისტემა ჯგუფურ მეთოდიკას, საერთო მეთოდიკას. რამდენად გჭირდებათ ყოველდღიურ პრაქტიკაში ინდივიდუალური მორგება, იმიტომ რომ მაინც სპეციფიურია ის მიმართულება, რომელზეც მუშაობთ და შესაბამისად რამდენად ადაპტირებადია გუნდურ პრინციპებში ის საჭიროება, რომელიც დგას იმ ჩამონათვალში, რომელსაც ხშირად ვახსენებთ. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ინკლუზიურ განათლებაში, მიმართული არის ინტეგრირებისაკენ, ხო? სოციალური უნარების შესაბამისად, აი თუ პრაქტიკაში ჩვენ აქტიურად არ გამოვიყენებთ გუნდურობის პრინციპს, ან ჯგუფური მუშაობის, ან კლასში ინტეგრირების პრინციპს, ჩვენ ვერ მივიღებთ ხარისხიან ინკლუზიურ განათლებას. აი იმ სერვისებში, რომელიც იგეგმება სასწავლო გეგმის ფარგლებში, ფორმალურად თუ არაფორმალურად, ყოველთვის მთავარი პრინციპი არის გუნდურობა და ინტეგრირება სხვა ბავშვებთან. გაბატონო სალომე, რა არის ხალისხიანი ინკლუზიური განათლება? იმიტომ რომ ინკლუზიური განათლების ნაბიჯები ამ ქვეყანაში გადადგმულია, მაგრამ ხარისხი არის უპირობო მნიშვნელობის მატარებელი. რას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე? ხარისხიანი ინკლუზიური განათლება პირველ რიგში არის რეგულაცია და ეს არ არის მხოლოდ გარკვეული დაწესებულების შიგნით არსებული რეგულაციები. დღეს საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობაში სპეციალური ჩანაწერები, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ იზრუნოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე და ეს ზრუნვა გამოიხატება ვალდებულებაში, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს მისთვის სასურველი და მისთვის საჭირო სერვისი. ასევე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც კიდევ შემოდის ინკლუზიურ განათლებაში, ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაში, ეს არის მთავარი მშობელი, რომელიც ასევე მეურვეობას უწევს აი ადამიანს თავიდან. საინტერესო ნაწილია და მნიშვნელოვანი. მშობელი, რომელიც მეურვეობას უწევს ამ პროცესებს და ამბობს და განაცხადს აკეთებს, რომ თავის, ესე რომ ვთქვათ, შვილს ან ოჯახის წევრს აქვს სურვილი რომ მიიღოს განათლება. გაბატონო სალომე, ჩვენ იმდენად სტიგმატიზირებული საზოგადოება ვართ, რომ წლების წინ სპეციალური საჭიროების მქონე საზოგადოებას ოჯახი ფაქტობრივად აქცევდა ვაკუუმში. გარღვეულია თუ არა ეს მოჯადოებული წრე, რომელიც ამდენად მტკივნეულია პირადად ჩემთვის, რამდენად გადაწყდა საზოგადოება მენტალურად და აი ოჯახების ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. არიან თუ არა ინიციატორები ამ მიმართულებით მოახდინონ თავიანთი ოჯახის წევრების ინტელექტუალური და გონებრივი რესურსების სწორ გზაზე ფორმირება და ხარჯვა. მე ვფიქრობ, ეს ჯაჭვი გარღვეულია. იმ თვალსაზრისით, რომ თუ ისევ შედარებით კომპონენტზე გავალთ, ძალიან დიდია სხვაობა. დღეს მომართვიანობა ძალიან გაზრდილია, აი სკოლებშიც მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ამბობენ და არა მხოლოდ სკოლებში, რომ მომართვიანობის ხარისხი ძალიან გაიზარდა. ასევე ცნობადობის ხარისხი ძალიან გაიზარდა. მშობელს თუ რამდენიმე წლის წინ ან რამდენიმე ათეული წლის წინ წლები სჭირდებოდა აღიარებისათვის, რომ მის ოჯახის წევრს ან შვილს
ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და სჭირდებოდა სპეციალისტის მხარდაჭერა, დღეს უკვე მშობლებს აღარ ეშინიათ ამის ხმამაღლა აღიარება და თავიდანვე პირველივე საფეხურზე ისინი ხმამაღლა ამბობენ, რომ სჭირდებათ მხარდაჭერა სასწავლო პროცესში. აღიარება მიმღებლობის ნაწილი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ასე თუ ისე სწორად ბრძანებთ გარღვეულია, თუმცა თუ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე შევადაროთ რაიონის ცენტრები, ქალაქები და პერიფერიული ზონა. მე მეჩვენება, რომ ეს გარღვევა გარკვეულწილად ვიწროდ ლოკალური აღმოჩნდა და პერიფერიულ ნაწილში საზოგადოების ჯერ კიდევ არსებობს სამწუხარო გამოცდილებათა უდიდესი რიცხვი. მეთანხმებით თუ არა ამ შეფასებაში და რა შეგვიძლია დღეს თქვათ ამ ნაწილზე? არის თუ არა ეს რადიკალური ცვლილება, თუ ჩემი შეფასება არის გადაჭარბებული? გარკვეულწილად გეთანხმებით და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ სურვილებზე და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით აჭარაზე როდესაც საუბრობთ ძალიან ფართო რთულ რელიეფულ მანძილზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში დაბრკოლებად არის ხოლმე აღიარებული. აი მე გადავხედე გარკვეულ კვლევებს და ხშირ შემთხვევაში ოჯახებს აქვთ სურვილი, რომ ჩართონ სერვისებში, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თუმცა რელიეფი არ ეძლევა აი მაგალითად რთული კლიმატური პირობები ან რთული გადაადგილების ესე რომ ვთქვათ კომპონენტები არ იძლევა საშუალებას, რომ მათ სერვისები მიეწოდონ. ურბანული სივრცეც ბუნებრივია. თუმცა აი მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აჭარის განათლების სამინისტრომ ორი ინკლუზიური განათლების ცენტრი გააკეთა, ერთი მაღალმთიან ქედაში და მეორე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩვენ გავიკვირვეთ კიდევაც, იმდენად მაღალი იყო მომართვიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირებას ვერ ვთავაზობდით ამ ეტაპზე ამ ცენტრებს, მშობლები თავად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ცენტრებში მოეყვანათ შვილები და მიუხედავად მრავალი ათეული კილომეტრისა, კვირაში რამდენჯერმე მაინც ახერხებდნენ ჩართვას ამ სერვისებში საკუთარი შვილების. ამიტომ რა თქმა უნდა, პრობლემა და გამოწვევა გვაქვს დღეს, აი ნამდვილად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინკლუზიურ განათლებაში შეიძლება ეს იყოს დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ერთ-ერთი, თუმცა თუ შედარებითად მიუდგებით საკითხს, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს გარკვეული პროგრესი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული ნაწილის და დაგეგმარების ნაწილის ჩართვა იმ პრობლემაში, რომელსაც ვშელობთ. ბუნებრივია, ინკლუზიური განათლება არ არის მხოლოდ განათლება, ინკლუზიას უნდა ახდენს შესაბამისი გარემო, როგორ შეიძლება შეფასდეს დღეს ის გარემო, რომელშიც საჭიროების მქონე სპეციფიური საჭიროების მქონე ადამიანებს უხდებათ თანაცხოვრება. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენი საჯარო სკოლების უმეტესობა დღეს არის ძველ შენობებს, ძველ პრინციპზე აგებული შენობები, სადაც ადაპტირების გაკეთება, გარემო ადაპტირება ძალიან რთულია შენობის კონცეფციიდან გამომდინარე. თუმცა აი დღეს სადაც ჩვენ ინკლუზიური განათლების სერვისებს ვახორციელებთ და არიან ჩარიცხული სპეციალური საგამოძიებო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მინიმუმ პირველი დონის სართული მაინც არის ხოლმე ადაპტირებული, რომ მათ უარი არ ეთქვათ სერვისის მიღებაზე. ხალბატონო სალომე, მაპატიეთ რომ ვერთვები. ხომ არ არის ეს ერთგვარი გადაჭარბებული შეფასება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ რთულია ადაპტირება ძველი შენობების. მე ბათუმის მასშტაბით მახსენდება სულ ორადორი სკოლა, რომელიც შეიძლება თავისი შინაარსით მიახლოვებული იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. სხვა დანარჩენი აბსოლუტურად მეჩვენება, რომ არის ადაპტირებადი. უბრალოდ აქ არის ალბათ ფინანსური და კეთილი ნების შერწყმის ერთობლიობა საჭირო იმისთვის, რომ დადგეს ის შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საჭიროებაზე უბრალოდ. თუმცა აი მე თქვენს წინა შეკითხვაზე მინდოდა დამემატებინა რომ მაპატიეთ ბრძანეთ. დიახ, უმეტესობა სკოლების, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს და ძველი საჯარო სკოლები, ეგრეთ წოდებული ძველი საჯარო სკოლები, სადაც ჯერჯერობით შენობის, ესე ვთქვათ, სრული რეაბილიტაცია არ მოხდა, აქ ჩვენ ხვდებით ლიფტებს, რომელიც ემსახურება სპეციალური საგამოძიებო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ეს მოსწავლეები, რა თქმა უნდა, მეორე და მესამე სართულზეც ახერხებენ სასწავლო პროცესებში ჩართვას. ეს რთული პროცესია, ვერ ვიტყვი რომ
მარტივი პროცესია. შეიძლება მე როგორც სპეციალისტ მქონდეს სურვილი, რომ მისაწვდომობა გაცილებით მაღალი იყოს და თქვენს და დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდ ნაწილს და განსაკუთრებით საკითხზე მომუშავე სპეციალისტებს, თუმცა აი ძალიან მრავალკომპონენტიანია აქაც მიდგომა და არ არის მხოლოდ ფინანსებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ იქ არის უსაფრთხოების საკითხები, შენობის უსაფრთხოების და ასე რომ ვთქვათ ექსპლუატაციის საკითხები. მე ძალიან შორს ვარ იმას, რისგან რომ განათლების სისტემას არ სურდეს უკეთესი ხვალინდელი დღე კონკრეტულად ამ ნაწილში, მაგრამ მესმის ვაცნობიერებ იმ რისკებს და სირთულეებს, რომელიც ახლავს, თუმცა განმარტებას ვერ ვღებულობ, სწორად მინდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ შენობა არ იძლევა ამის საშუალებას, ეს ჩემთვის არ არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანები მოვწყვიტოთ სოციუმს და ცივილურ სამყაროს. ხალბატონო სალომე, საინტერესოა პედაგოგების ჭრილი ადამიანების, რომლებიც ჩართულები არიან და მუშაობენ ამ მიმართულებით. საიდან ვიღებთ კვალიფიკაციას და საიდან ვიღებთ უბრალოდ მაგალითს იმის, რომ როგორი უნდა იყოს ინკლუზიური პედაგოგი, ინკლუზიური მიმართულების დარგის სპეციალისტები? პირველ რიგში აქ რეგულაციას ახდენს სახელმწიფო, სპეციალისტები, რომლებიც ჩართული არიან ინკლუზიურ განათლებაში, გადიან სპეციალურ გადამზადებებს მასწავლებელთა სახლში, ისინი არიან კვალიფიციურად მაღალი სპეციალისტები ამ მიმართულებით და შემდეგ თვითონ სკოლა რეგულირებს ამას საკუთარი შინაგანი წესით, ანუ ის აუცილებლად დაყრდნობით სახელმწიფო დოკუმენტზე შესაბამის კვალიფიციურ კადრებს იღებს. თუმცა, გარდა აი ამ ოფიციალური ჩარჩოებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის მათი გამოცდილება და მათი მზაობა სერვისში, როგორ მიაწოდებენ ისინი. დამატებით პროფესიული უნარების გარდა რა უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელსაც ვანდობთ ძალიან გრძნობიარე საზოგადოებას. დიახ. რამდენიმე წლის წინ შეინიშნა ტენდენცია კადრების შემოდინების ამ მიმართულებაში ძალიან აქტიურად და ძალიან ბევრმა ადამიანმა და სპეციალისტმა, ოღონდ არა ამ დარგის სპეციალისტმა გამოთქვეს სურვილი, რომ გადმოსულიყვნენ ინკლუზიურ განათლებაში, აემაღლებინათ კვალიფიკაცია და შესაბამისად დასაქმებულიყვნენ. თუმცა მე ბევრისგან მოვისმინე ის, რომ მათ ვერ შეძლენ ჩართვა ამ სერვისში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ემოციურად ვერ აღმოჩნდნენ მზად ამ პროცესის მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანია გარდა აი ამ ოფიციალური განათლებისა და გამოცდილებისა, რომელიც სპეციალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით, მიმღებლობა და მათი, ესე რომ ვთქვათ, კრეატიულობა პროცესის წარმართვის დროს. ჩვენ სპეციალისტები, რომლებიც ჩართული გვყავს ამ პროცესში, განსაკუთრებულად მიყვარს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოველთვის გარკვეულ გამოსავლებს პოულობენ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩარჩო ფორმატები საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს, ძალიან დიდია, ესე რომ ვთქვათ, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევები და სპეციალისტი აუცილებლად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ იმ წუთას მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლეზე ორიენტირებით. პრინციპში ძალიან ცოცხალი პროცესია და ალბათ იმპროვიზაცია ნებისმიერ საგანმანათლებლო ნაწილში არის მნიშვნელოვანი. ხალბატონო სალომე, პოზიტიურ ძვრებს რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიურ განვითარებაში? პოზიტიურ ცვლილებს განაპირობებს მულტიგუნდურობა, ჩემი აზრით. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ, სპეციალისტები ვუსმენთ იმ თემს, რომელიც ჩართული არის ამ პროცესში. შეიძლება ეხლა ეს შორიდან ვიღაცას ძალიან მაღალფარდოვან სიტყვად მოეჩვენოს, თუმცა სერვისები, რომელსაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტები გავცემთ, აუცილებლად არის ორიენტირებული იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ჩვენი მოსარგებლეები. ხარისხს ზუსტად ეს განსაზღვრავს. აი მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს უკავშირი უარყოფითი ან პირობითად რეკომენდაციების სახით, ხო? მშობლების მხრიდან. აუცილებლად უნდა იყოს ღია ამ რეკომენდაციებზე. აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე. მუდმივად თვალს უნდა ადევნებდეს სპეციალისტი იმ, ესე რომ ვთქვათ, მსოფლიო მიღწევებს და ესე რომ ვთქვათ, გამოწვევებს, რომელიც ინკლუზიურ განათლებაში განვითარებულ ქვეყნებს აქვთ. საინტერესოა რა მოდელით ხელმძღვანელობთ? საერთაშორისო გამოცდილება ალბათ ძირითადი სავარდანი. რა თქმა
უნდა, როგორც ყველა სფეროში, ჩვენც მოდელად ვიღებთ იმ ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ინკლუზიურ განათლებაში. ყველაზე ესე ფართოდ გავრცელებული და ყველასათვის ცნობილი ნორვეგიული განათლების სისტემაა, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში საქართველოში. ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა სახელმწიფო უწყებასთან ერთად ნორვეგიული მხარის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა ეს არ მოიცავდა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. აქ მთავარი კომპონენტი იყო სპეციალისტების გადამზადება. მე თვითონაც რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი ნორვეგიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და პროფესიულ სასწავლებლებში ვიზიტები იყო იქ დაგეგმილი თუ როგორ ანხორციელებენ ინკლუზიურ განათლებას. შესაბამისად ჩვენი მაგალითიც რა თქმა უნდა არის განვითარებული ქვეყნები, რომლებმაც ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნებშიც კი, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ განვითარებას შევხედავთ საფეხურეობრივად, ყველა დონეზე შეიძლება იყოს გამოწვევები განათლებაში, იმიტომ რომ განათლება არის ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირებული რამ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ წერტილზე, რომელიც შეიძლება საერთოდაც არ ჩანდეს და საერთოდ არ იყოს. სოციალიზაციის პროცესში ყველაზე მძაფრი გამოწვევა როგორია თქვენი შეფასებით? რომელი კომპონენტია, რომელიც ძალიან ხელს გვიშლის საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვაგრძნობინოთ თავი? პირველ რიგში მასის განწყობები. აუცილებელია ვისაუბროთ არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ ფართო მასაზე, რომელიც ქმნის განწყობას. ხშირად მომისმენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისაგან, ისეთი ადამიანისაგან, რომლებიც რეალიზებული არიან თავიანთ ცხოვრებაში, ბედნიერად ცხოვრობენ, აქვთ საკუთარი პროფესია, განათლება მიღებული, თუმცა გარკვეულ, ესე რომ ვთქვათ, სოციუმებში მაინც აღიქმებიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ მიმართ არის გარკვეული უარყოფითი ან პირიქით ჰიპერმზრუნველობითი განწყობები, რომელიც ასევე ზოგ შემთხვევაში საერთოდაც არ არის ხოლმე რელევანტური და ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყოველთვის ჰკითხი ადამიანს რა სურს მას, თუ მას ყურადღება სურს, მიეწოდე მას ყურადღება, თუ მას შეთავაზება სურს, მიეწოდე მას შეთავაზება, ისი გაკეთებაც მისთვის ჩვენ შეგიძლია. შესაბამისად, აი ეს განწყობები ძალიან მოქმედებს იმ ხარისხზე და ესე რომ ვთქვათ, მოცემულობაზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ინკლუზიურ განათლებაში და არაფორმალურ მიმართულებით, ეს ხელს გვიშლის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ ჩვენ მოსწავლესთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შენ ეს შეგიძლია, გადის ის ქუჩაში და გარკვეულ სოციუმში, პირობითად შეიძლება ეს ძალიან ახლო წრეც კი იყოს ნათესავები, სადაც გრძნობს, ძალიან ღიად გრძნობს იმ განწყობას, რომელიც უარყოფითია ხშირ შემთხვევაში, ან დადებითია, მაგრამ იმდენად არარელევანტური მისთვის, რომ ის ძალიან მძიმეა ამის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეალობა უნდა იდგეს ეპოქის და დროის გათვალისწინებით. ქალბატონო სალომე, საინტერესოა ახალთაობაში არის თუ არა ეს კონტრასტი ნათელი. თქვენ გაქვთ მოსწავლეებთან აქტიური შეხება და შესაბამისად ეს განწყობა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომელიც ჩემი და თქვენი თაობის ერთგვარი თამდევი პროცესი იყო ყოველთვის და დღემდეც ასე მოყვება სამწუხაროდ. არის თუ არა ეს ცვლილებები ახალ თაობაში და მათი განწყობა არის თუ არა ოდნავ სხვაგვარი, როგორც მინიმუმ ოდნავ. ახალი თაობა არის ძალიან ღია ახალი ინფორმაციების მიმართ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში, სადაც უამრავ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და შეუძლიათ რომ თავად მოიძიონ ინფორმაციები. ღიაობა თუ ჩვენ შევადარებთ, ესე რომ ვთქვათ, შედარებითად წარმოვიდგენთ სურათს, გაცილებით მაღალია ახალი თაობის განწყობებში და ისინი უკვე აღარ სვამენ შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მათ გვერდით კლასში. თუ ჩვენ მქონია кейსები და შემთხვევები ამ მიმართულებით უარყოფით, მე უმეტესობა რაც მახსენდება, განწყობები მოდიოდა მშობლისაგან. და არა ახალი თაობისაგან და მოსწავლისაგან. ერთეული ჩანერთები ალბათ ტიპიურ განვითარებაში. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ საუბრობთ ზოგად სურათზე და რა დომინირებს სურათში და არა იმაზე, რაც ყველა შემთხვევაში შეიძლება ესე იყოს, ხო? ახალი თაობა არის ძალიან, ესე რომ ვთქვათ,
არაპრეტენზიული სიახლეების მიმართ. ისინი ძალიან მარტივად იღებენ პროცესებს შეკითხვების დასმის, ზედმეტი შეკითხვების დასმის გარეშე. თუ ჩვენ რამდენიმე ათეული წლის წინ კლასის მომზადება გვჭირდებოდა იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე შესულიყო კლასში და საინფორმაციო, ესე რომ ვთქვათ, ველის გახსნა გვჭირდებოდა მოსწავლეებთან, დღეს ეს საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ ისინი ქუჩაში ხედავენ, თეატრში ხედავენ ესეთ ადამიანებს, ეზოებში, ძალიან ეხლა ჩვენ გვახსენდება კამპანიებიც კი, სარეკლამო კამპანიები, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები არიან, კოხლიარული იმპლანტით ადამიანები არიან, თოჯინებში ვხედავთ. მედია საშუალებები წამოიწყო მხარდაჭერის ერთგვარი ციკლი, არ მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ძალიან ცნობილი ჟირაფის ჟოზე, სადაც სერიები გამოჩნდა ეტლით მოსარგებლე ესე პერსონაჟით და ეს პასიურად ძალიან დიდ ინფორმაციულ ველს ქმნის, რომელიც აფართოებს თვალსაჩინოს ამ მიმართულებით. და ასევე არ მინდა გამომჩეს ის არაფორმალური გამოცდილებები, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიღმა აქვთ, ხო? არაფორმალური გამოცდილება ზოგჯერ არის ხოლმე აი მასალა, რომელზეც შენდება შემდეგ აი ეს განათლების სისტემა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აი ბევრი შემთხვევა არის ისეთი, რომ წინარე გამოცდილების გამო გარკვეული პრობლემები ჰქონდა მოსწავლეს, ხო, კლასში, ან პირიქით, კარგი მოსწრებით გამოირჩევა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევაფასებთ დღეს ახალი თაობა გაცილებით ღია ამ სოციუმის მიმართ. ძალიან მახარებს ეს სურათი, რომელსაც ხატავთ, გალბატონი სალომე, მნიშვნელოვანია ვიზუალური ნაწილი, ემოციური ნაწილი. რამდენად შემოდის ინკლუზიურ მიმართულებაში ეს ხელოვნების სხვადასხვა დარგები, რამდენად ეფექტურია მათ გამოყენება, იგივე არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს მხატვრობა, შეიძლება იყოს ფორმასთან მუშაობა, სპექტაკლები, რამდენად არის ინტეგრირებული სისტემურად სხვადასხვა მიმართულება იმისთვის, რომ საერთო შედეგი მივიღოთ. როდესაც თუ არა შენიშვნები ამ ნაწილზე. დიახ, როდესაც ჩვენ თავიდან საუბარი დავიწყეთ ინკლუზიურ განათლებაზე, ჩვენ დავიწყეთ აი ფორმალური ნაწილით და ნელ-ნელა მოვედით ამ კომპონენტამდე. ვისაუბრებ მხოლოდ აჭარის შემთხვევებზე, იმიტომ რომ აჭარაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ არტი და ხელოვნება ინკლუზიურ განათლებაში ჩვენ უკვე სასწავლო მეთოდადაც გვაქვს დანერგილი. აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ქედაში, ქობულეთში და ბათუმში ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების ცენტრები, სადაც ხელოვნება არის წამყვანი, ესე რომ ვთქვათ, საშუალება მოსწავლესთან კომუნიკაციის. ეს არის არაფორმალური სივრცეები, სადაც მოსწავლეები თამამად, ესე ვთქვათ, ღიად სპეციალისტების დახმარებით, დამატებით, ესე ვთქვათ, ივითარებენ უნარებს სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მაგალითად, თექის შესწავლა ხდება, თიხის კომპონენტზე მუშაობა ხდება, გამოყენებით ხელოვნების მიმართულებით სხვადასხვა კომპონენტით ხდება მუშაობა. შესაბამისად, მე როგორც სპეციალისტს შემიძლია თამოთ თქვა, რომ გამოყენებითი ხელოვნება აუცილებლად უნდა იყოს კომპონენტი ერთ-ერთი ინკლუზიური განათლების, ესე ვთქვათ, დანერგვის პროცესში. და ეს არის მეთოდი. აჭარაში ფუნქციონირებს ასევე თეატრალური ინკლუზიური დასი, რომელიც სპექტაკლებს დგამს, ასევე ჩვენ გასულ წელს ვუმასპინძლეთ ესეთ დასს თბილისიდან, სადაც რომელმაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი წარმოგვიდგინეს და ნამდვილად ძალიან, ესე ვთქვათ, ახალი ნიშა იყო ამ მიმართულებით ჩვენთვის, ძალიან საინტერესო იყო. მონაწილეობდნენ ძირითადად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და იყო ძალიან ღრმა სპექტაკლი და ძალიან საინტერესო. ეხლაც იგეგმება გარკვეული სპექტაკლების, ესე რომ ვთქვათ, დადგმა და პრემიერები აჭარის ინკლუზიური დასის მიერ. შესაბამისად, აი როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელოვნება არის წამყვანი, ესე რომ ვთქვათ, ენა შეიძლება ითქვას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებულ საჭიროებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდეს ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც სერვისს ახორციელებს. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ფორმალური განათლების განხორციელება გვიწევს არაფორმალური მეთოდებით და ეს მეთოდი შეიძლება იყოს ხელოვნება. არსებობს გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი და განათლების მიღებაზე ვთქვათ უარი. განათლების მიღებაზე უარი არავის არ ეთქმება, ეს ცალსახად უნდა ვთქვათ, ეს არის საბაზისო უფლება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოში ყველა ადამიანს გააჩნია.
უბრალოდ ზოგიერთ შემთხვევაში დგება უსაფრთხოების საკითხი და ზრუნვის საკითხი, რაც ჭირდება ადამიანს. აი მე მაგათაც ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე წლის წინ მქონია გამოცდილება, რომ აი ამ მოსწავლეს, რომელიც ჩაირიცხა სკოლაში, სჭირდებოდა ზრუნველობითი ხასიათის სერვისის მიწოდება. აი მაგალითად რო ავიღოთ კონკრეტიზაციისათვის ეპილეფსიური გულყრა, რომელიც ზოგ შემთხვევაში ძალიან მწვავეა ხოლმე და ხშირი სერიული გამოვლინებებით ხასიათდებოდა. ჩვენ რა თქმა უნდა ვცადეთ ამ მოსწავლის ჩართვა კლასში და სერვისი მივაწოდეთ, თუმცა იმდენად არაუსაფრთხო იყო მისთვის ის პროცესი, რომელიც ესე რომ ვთქვათ პერიოდში ფიზიკურ რისკებზეა მეტად აქცენტი. რა თქმა უნდა ფიზიკურ რისკებზე არის და სპეციალისტისათვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს არა მხოლოდ ის მოსწავლე, რომელიც იღებს ამ სერვისს მოსწავლე, არამედ სხვა მოსწავლეებიც, რომელიც ამ სერვისში არიან ჩართული. იმიტომ რომ არის ზოგიერთი დიაგნოზი, რომელიც ძალიან ესე რომ ვთქვათ ზრუნველობის ესე რომ ვთქვათ კომპონენტს მეტად საჭიროებს ფიზიკური მზრუნველობის ვიდრე ვთქვათ განათლებაზე და გარკვეულ სასწავლო შინაარსებზე ორიენტირებას. ეს ერთეული შემთხვევებია, თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელმისაწვდომაზე და უფლებაზე, აქ რა თქმა უნდა ცალსახა პასუხია, რომ ყველას უფლება მიიღოს განათლება. მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს აბედნიერო სერვისი, შინ მომსახურების სერვისი და სისტემა თავაზობს ამას მოსწავლეებს. თუ უკიდურესად მძიმეა, ესე რომ ვთქვათ, მოსწავლის სტატუსი და შესაძლებლობა, შეიძლება სპეციალისტი სახლში მივიდეს და მას გარკვეული სერვისი მიაწოდოს. ასევე ჯანდაცვის სერვისები, რომელიც ასევე ზოგ შემთხვევაში განათლების, ესე რომ ვთქვათ, განათლების სისტემასაც პასუხობს და თუ ჩვენ შედარებითად ვიღებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ეხლა მიიღოს ჯანდაცვის სერვისები, რომელიც მას გარკვეულ მზაობას მისცემს შემდეგ, რომ ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სპეციალისტის გადაწყვეტილება და არა პირობითად მშობლის დაჟინებული მოთხოვნა, ხო? დიახ, კაპიტანი სალომე, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობდა ამ ქვეყანაში ინკლუზიური განათლების დანერგვას და პროგრესს. დღეს, როდესაც ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილებები, აისახა თუ არა ინკლუზიაზე. მე გულისხმობ იგივე დონორების შემოდინების ნაწილს და საერთაშორისო ურთიერთობების შევიწროვებას, სხვადასხვა ფონდების ქვეყნიდან გასვლას, ასახულია თუ არა, ან ელოდებით თუ არა სამომავლოდ რაღაც უარყოფით გავლენას კონკრეტულად აი ამ მიმართულებაზე. როგორც უკვე აღნიშნე, ინკლუზიური განათლება საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, თავიდან, როდესაც პროცესის დანერგვა დაიწყო სისტემამ, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დონორიზაციებმა და დონორების მხარდაჭერამ. თუმცა ეს ყველაფერი მიმართული იყო იქითკენ, რომ სახელმწიფოს აიღო შემდეგ პასუხისმგებლობა ამ პროცესების გამართვასთან დაკავშირებით. მე როგორც დარგში ჩართულ სპეციალისტს ამ ეტაპზე ამ განსხვავებებს ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ. იმიტომ რომ პროცესი არის ძალიან შეუქცევადი. ჩვენ ვიცით უკვე ის ღირებულებები, რომელიც აქვს სახელმწიფო დონეზე დარეგულირებული ჩვენს ქვეყანას, ვიცით რომ ქვეყანაში ინკლუზიური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტები და დარგში მომუშავე პირები ისევ თვლით ყველანი. შესაბამისად, აი პროცესები არის ძალიან შეუქცევადი. აი მაგალითად უწყვეტად ხდება კადრების გადამზადება ამ მიმართულებით. ხედავთ, რომ ხდება სერტიფიცირება სპეციალისტებისათვის და მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭება. სკოლები გარკვეულ ჩარჩოში აქცევენ იმ კონკურსებს და ესე რომ ვთქვათ, სპეციალისტების შერჩევის პროცესებს, რომელიც ამ ნაწილში და ეს არის ძალიან შედეგზე ორიენტირებული, ესე რომ ვთქვათ, ქმედებები და სპეციალისტები ყოველთვის არიან ხოლმე დარგში მომუშავე პირები და არა ვთქვათ სხვა დარგიდან შემოდინებული სპეციალისტები. შესაბამისად, აი არ ვიცი ახლა მე ვერ ვისაუბრებ მომდევნო წლებში რა შეიძლება განხორციელდეს, თუმცა ჩემი ხედვა უფრო პოზიტიურია ამ თვალსაზრისით. ჩვენი საუბრის დასასრულს, როგორ შეაფასებთ პერსპექტივას ინკლუზიური განათლების ჩვენს რეგიონში, ამ შემთხვევაში ავარიდოთ თავის ზოგადად ქვეყანაზე საუბარს, ამოვიდეთ ჩვენი რეგიონის პერსპექტივიდან. რო შევაჯამოთ, თავარი ის უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ დღეს ინკლუზიურ განათლებას ვქმნით არა რიგითი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ვართ ჩართული, არამედ საზოგადოება. და მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რომელიც
რომლისაგანაც შედგება ჩვენი ესე რომ ვთქვათ რეგიონი და კუთხე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და ჩვენ აუცილებლად უნდა აღვიქვათ თავი პროცესის მონაწილედ. აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის, რომ მიმღებლობა იწყება კონკრეტული სახლიდან, კონკრეტული ოჯახიდან, კონკრეტული ესე რომ ვთქვათ აქტივობიდან. შესაბამისად, განათლება თუ გსურს, რომ ჩვენმა შუბმა თუნდაც არასპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მიიღოს ხარისხიანი, ის აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი, ის აუცილებლად უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ ფერადი და ის აუცილებლად უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. შესაბამისად, თუ ჩვენ საზოგადოება არ ვიქნებით ესე რომ ვთქვათ მომთხოვნი ამ მრავალფეროვნების და მიმღებნი ამ მრავალფეროვნების, ვერ ვისაუბრებთ ინკლუზიურ განათლებაზე. ძალიან დიდი მადლობა ის შემთხვევა, როდესაც დასასრულს არ მსურს დავამატო და გავაუბრალო ჩემი ფრაზებით ის მონოლოგი, რომელიც ჟღერდა თქვენი მხრიდან, ეს იყო საოცარი ემოცია ჩემთვის, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი. მადლობა რომ მოგვიტანეთ კომპეტენციის მთელი ხურჯინი და ის ემოცია, რომელიც ალბათ იგრძნო ჩვენმა მაყურებელმა. მე მომავალ შეხვედრამდე რამდენი მშვიდობები და აქვე შეგახსენებთ ბიომეტრიის კითხვებს პასუხობდა ქალბატონი სალომე მშვენიერაძე. მადლობა ყურადღებისთვის.